რაღაც სასწაულს ვაკეთებ, რაღაც საიდუმლოს, რომელსაც არ ვამხელ. ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენ ხელს სწორედ აი ეს პოზიცია გქონდეს. კლების დროს ბრინჯი კარგია, ანუ თუ ვინმე ამას აკეთებს, გთხოვთ გაჩერდით. თქვენი ცოდნა ნოლის ფასია. და სანამ იფიქრებთ, რომ არასწორად აკეთებს, იქნებ პირიქით ეჭვ გაგეჩნდეთ, რომ ამ ფედერაციებს შორის ფიტნეს ბიკინის მოთხოვნები და საერთოდ ყველაფერი განსხვავდება. ეს სპორტი ყველაზე არა ისეთია, არა ობიექტური რა. აი სუყე კუნთები უნდა გქონდეს მრგვალი, აი ვარჯიშში ყველაზე მეტ შეცდომას უშვებენ ხოლმე. ბოდიბილდერი ბებურა მაგარია. Muscle mind connections სჭირდება დრო. ზურგი მაგრად არ აინტერესებთ, თუ შენ კარგი ცოდნა და განათლება გვაქვს, უნდა შეძლო. ზურგი გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით ნათიას Gym Mom's YouTube არხზე. შეჯიბრამდე დარჩენილი არის ზუსტად 1 თვე, 4 კვირა. ესე იგი, აქამდე მთელი 2 თვის მანძილზე, იმისთვის რომ ენერგიის ბალანსი, გადანაწილება, ამ ენერგიის აღდგენის პროცესები თანაბრად გამენაწილებინა და ჩემთვის პრიორიტეტული კუნთების ჯგუფი და მე პრიორიტეტებინა 2 კვირაში ერთხელ მქონდა ხოლმე ზურგის ვარჯიში, მაშინ როცა ზურგსაც გიშდები, ანუ ჩემთვის ზურგის და დელტის კუნთები არის მთავარი და მომავალში ოდესმე რო ვიტყვი რომ ბიკინი აღარ მინდა რომ ვიყო, აი რო გავშლი, აი ამ ხელა ზურგი მინდა რომ მქონდეს. მაგრამ ამ ეტაპისთვის ბიკინი ვარ. და მოკლედ 2 კვირაში ერთხელ ვაკეთებდი ხოლმე აქამდე, თუმცა ეხლა უკვე გაზრდით, ვერაფერს ვეღარ გავუწრდით და იმისთვის რომ რაც მაქვს ის შევინარჩუნო, ეხლა გადავწყვიტე რომ კვირაში ერთხელ მქონდეს, თუმცა მაქსიმუმ 3, 4 ვარჯიში საშუალო, უფრო მსუბუქისკენ მიდრეკილი წონებით, 3, მაქსიმუმ 4 გამეორება. მორჩა, უფრო 3 გამეორება, ხო და? აქცენტი მაქვს ერთადად ეხლა უგანიერესზე, იმიტომ რომ ბიკინიში V-shape ფორმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა NPC-ში, ცალკე ზურგის კუნთები, მაგალითად IFBB-ის ბიკინებში ზურგის ჩვენებაც ხდება, ხო, ამ პოზაში, გეცოდინებათ, NPC-ში არ ხდება, ზურგი მაგრად არ აინტერესებთ ბიკინიში, ერთ-ერთი აინტერესებთ V-shape ფორმა, იმისთვის რომ გვერდზე პოზაში რომ დადგება გოგონა, აი ეს უნდა უჩნდეს, იმისთვის ეს ნაწილი და upper glute-მა და წვრილმა წელმა იდეაში აი ესეთი იდეალური V-shape ფორმა ჰქონდეს. ასე რომ ეს ჩემთვის კარგიც არის, იმიტომ რომ ანუ მართლა რო იცოდეთ ზურგის ვარჯიშები როგორ მიყვარს და რამდენს ვაკეთებ და რა წონებით, მე რომ ასე საჯდომს ვაკეთებდი, ეხლა მექნებოდა საჯდომი აი ამ ხელა და სანერვულო არ მექნებოდა, მაგრამ ნუ მეც ადამიანი ვარ და იდეაში ჩემთვის ვარჯიშს მხოლოდ ვაიმე ტრაკი მქონდეს, ეგ დანიშნულება არ აქვს, მინდა რომ ვარჯიშის დროს ვისიამოვნო. სამომავლოდ გეგმაშიც მაქვს, ოთაშორის ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვი კიდეც, რომ სამომავლოდ გეგმაში მაქვს, რომ აი რო ვიტყვი რომ მორჩა რა აღარ მინდა ეს სცენა და ამბები, მინდა რომ იმხელა ზურგი ავიშენო, რა ვიცი 50 წლის ასაკში არ ვიცი, იმხელა ზურგი ავიშენო, რომ აი რო გავშლე, აი ამხელა ზურგი გამოვიდეს, ხო და? მოკლედ დამრჩა ახლა ერთი მისვლა, აქცენტი მაქვს ესე იგი სულ უგანიერესზე, 3 ვარჯიში და შეიძლება მე-4 ვარჯიში დავამატო ერთი ტრაპეციის, ისიც შუა და ქვედა ტრაპეციას რო დარჩეს. ნახოთ. ესეც პირველი ვარჯიში, ეხლა წავიდეთ გავაკეთოთ pullover-ი crossover-ში. აი პროკარტა რა თამაშდება რა, ეს რუსები მაგაზე ნადირობენ და რუსეთში ეს ბიზნესი არის, თოკო ყვავის, ჰა? ხო, იმენა, აი, ხო და ინსპირაციები გვეცეს და ვიგონებ რაღაცას. მაგრამ ნახოთ, იმედს არ უკარგოთ. კარგი. ესე იგი, pullover-ის დროს მიყვარს განიერი ჭიდი. იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს აი უგანერეს რომ ესე წამოვიდეს ამის შექმნებაში უფრო მეტად მეხმარება მიუხედავად იმისა რომ გვაქვს უფრო ესეთი ვიწრო ჭიდებიც რა. Okay, let's go. 3 მისვლა, რავი 12-15 გამეორება. ერთ პატარა იმასაც ხრიქსაც გასწავლით pullover-ის დროს, აი ვინც ცურვა იცით, აი ხო ესე ვცურავთ, აი ნახეთ, აი
ხელი ესე მოდის. აი ფულოვერის დროს ყოველთვის ეცადეთ რომ თქვენ ხელს სწორედ აი ეს პოზიცია გქონდეს. იდაყვები უყურებოდნენ გვერდზე, ოდნავ ჩატეხილი და მაჯა არ იყოს ჩატეხილი. ასე აი თითქოს აი ეს ბალიშები რაც გვაქვს, ამას მედიცინაში რაღაც ქვია ამ ადგილს, აი ეს გქონდეს ჩამოდებული ღერძზე და გაცილებით უფრო სწორად შეასრულებთ ტექნიკას. რაც არ უნდა გააკეთოთ არის აი ეს. Let's go. ძალიან დახრა. ამ დროს გაწელოს უფრო კარგად გრძნობ ხოლმე, მაგრამ ზედა ტრაპეცია ძალიან მერთვება. ამიტომ მე ვცდილობ, იმიტომ რომ ზედა ტრაპეცია არსად არ მინდა რომ ჩამერთოს, არსად, ამიტომ ვცდილობ რომ ოდნავ გამართული ვიყო. აი ეს. პირადი შეგრძნებები ნებისმიერი ვარჯიშის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ ეს უკვე გამოცდილ გინდა სპორტსმენს გინდა მოვარჯიშოს როცა ეხება საქმე. თორე დამწყებების შემთხვევაში კი ვიცით რომ პირიქით შეგრძნებები არ აქვს და მე ნერვიულობენ რომ აი რატო ვერ ვგრძნობ, ესე კი არასწორად ვაკეთებ? არა, შეგრძნებების გამომუშავებას და ეგრეთ წოდებულ muscle mind connections სჭირდება დრო. 1 თვე და 2 თვე არა, 1 წელი და 2 წელი კი. საყვარელი პოზა. ნახოთ რა იქნება. ეხლა ჩვენს მეგობარს ვესაუბრებოდი და აი გვერდზე დგას. და რაღაცნაირად შინაგანად დამეწყო უკვე ეს ღელვა სასცენო, ნერვიულობ, უკვე სიზმრებში ვხედავ რომ ხან გასაპარსი ვარ, ხან გრიმი. ეს გაპარსის გასაპარსო ანუ საერთოდ თმა არ მომდის რომ იცოდეთ. იმიტომ რომ ეპილაცია მაქვს გაკეთებული 10 წლის წინ ძალიან კარგი და აღარ მომდის არაფერი, მაგრამ მაინც სიზმარში ვხედავ რომ მამაჩემად გარდა ვიქმენი, იმიტომ რომ მამაჩემს აქვს როგორი თმატანზე იცით, აი მაისურს რომ გაიხდეს ხმარი. აი სულ ხედავ რომ სცენაზე ასulis წინა წუთებში ვარ ძალიან ბანჯგვლიანი. ხო და უკვე ესეთი სიზმრები მესიზმრება რა და ეს იმას ნიშნავს რომ რაც არ უნდა ვიძახო რომ არ ვნერვიულობ, სინამდვილეში ვნერვიულობ და იქ ღიპი მაქვს, იქ რაღაცა და გუშინებს რომ ნახე სიზმარში ასე დავდიოდი, აი. ესე დავდიოდი და საჯები დამსდევდნენ რომ excuse me lady, excuse me come here და მე ესე დებილი დავდიოდი, მაგრამ რაც არ უნდა თავი ვაკონტროლო, აშკარად მაინც სტრესში ვარ. რამ სტრესავს ოღონდ არ ვიცი, მაგრამ სტრესში. ისო ვიძახი რომ ეს შეჯიბრით ჩემი პირადი რაღაც სიამოვნებისთვის არის თქო, მაგრამ ნუ მაინც ეტყობა ეს ეგოისტურის ერთვება და აი მაინც რაღაცა აი ხუთეულში რომ მოვხვდე მინდა, აი ხუთეულში და მერე ნახოთ. ღმერთო 51 წელში ვარ, რაღა მერე ნათია, უკვე შვილიშვილებისთვის უნდა ვემზადებოდე. ბებოენად სვალოთ მაგათ. ბოდიბილდერი ბებო რა მაგარია. ყველაზე სვეცკი ბებო ვიქნები. დავამატებ კიდე ერთ ვარჯიშს, აღარ გვინდა. Let's go. შემდეგ ჩემი ყველაზე საყვარელი ვარჯიში, ალბათ ჩემი ზურგის ვარჯიშების დღეს არ არსებობს ძირითადად დღე, როცა ამ ვარჯიშს არ ვაკეთებ, უბრალოდ ვცვლი ხოლმე, ხან თავისუფალი წონით ვაკეთებ, ხან ტროსებით crossover-ში. ეხლა თავისუფალი წონით გავაკეთოთ. მიყვარს ეს ვარჯიში, იმიტომ რომ აი ზუსტად ურტყავს იქ, სადაც უნდა ურტყავდეს და ვებ ფორმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის ასე ყველაზე გავრცელებულ პოპულარულ ვარჯიშში ყველაზე მეტ შეცდომას უშვებენ ხოლმე. ამ ვარჯიშის დროს მნიშვნელობა აქვს სადამდე ჩაიტან ხელს, აქ ჩაიტან, აქ გააჩერებ, იტაყვი, აქ იქნება, ანუ იმდენ რამეს აქვს მნიშვნელობა, რომ აი არ ვიცი და მაგრამ ნომერ 1 წესი ჩემი YouTube გამომწერებისთვის, რაც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, ეს ვარჯიში არ არის გათვლილი იმისთვის, რომ როდესაც ცალი ხელით ვაკეთებთ, არ არის გათვლილი იმისთვის, რომ ჩვენი იდაყვი გასცდეს კორპუსს და აი ამ მოძრაობაში წავიდეთ. თუ ვინმე ამას აკეთებს, გთხოვთ გაჩერდით. ახლა მეორე მხარე გავაკეთეთ. კიდე ერთი მისვლა. ვიწრო ჭიდი დამჭირდება აქ. სხვათა შორის სულ მეცნობა ხოლმე, ეს ისტორია არასოდეს არავისთან არ მომიყოლია. როგორ შემეშალა თავის დროზე, როდესაც ბოდიბილდინგში ფეხი შევდგი და როგორ არ ვიცოდი სხვაობა ფედერაციებს შორის და რომ ამ ფედერაციებს შორის ფიტნეს ბიკინის მოთხოვნები და საერთოდ ყველაფერი განსხვავდება. ხო და როდესაც გადავწყვიტე, ჯერ არც ბაჩო მიცოდა, არც არავინ რომ მონაწილეობა მინდოდა და ჩემთვის ჩუმად უკვე აი დავიწყე სასცენო მზადების მიმართულებით ვარჯიში და უკვე როცა მზად ვიყავი რომ ამეღიარებინა რომ იცი რა ბაჩო სცენისთვის ვემზადები და what უცბად აღმოჩნდა რომ თურმე IFBB-ის ბიკინის მოთხოვნები პოზირებიდან დაწყებული საერთოდ ყველაფრით სხეულის ფორმირებით განსხვავდება NPC-ის ბიკინისგან და ის ყველაზე მთავარი რის გამოთაც სცენაზე ასვლა და საერთოდ ბოდიბილდინგში შესვლა მინდოდა ის ყველაფერი NPC-ის ბიკინებს აქვთ და არა IFBB-ის ბიკინებს. ანუ IFBB-ის ბიკინები არიან თხელები, წვრილები, აი სოციქსელში თქვენ ეკრანიდან სადაც ხედავთ, ჩათვალეთ, აი 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ კიდე უფრო დიდები ჩანან ეკრანზე რა. აი მეც კი ახლა რო იცოდეთ, ლაივში რომ ნახოთ, ამხელა არ ვარ. ვარ დიდი, მაგრამ თავად ამხელა არა, რასაც ეკრანზე ხედავთ, იმიტომ რომ ეკრანი მაინც გადიდებს, მიხვდით? და თქვენ რო ლაივში ნახოთ IFBB-ის ფიტნეს ბიკინები, ახლა იქ ევროპის ჩემპიონატზე თუ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, ევროპის ჩემპიონატი იყო, იქ რო ვიყავით, აი მართლა გეუბნებით ამ გოგოებს უყურებდით და აი გულში ვფიქრობდი რომ ამათ ცხოვრებაში 2 კილოიანი განტელი ხელში თუ აუწევიათ, თქო რა ინდონეზზე წვრილები არიან. ხო და NPC-ის ბიკინის გოგონები არიან უფრო ისეთი კუნთიან, აი რო შევადარო NPC-ის ფიტნეს ბიკინები არიან IFBB-ის ველნესები. აი მიახლოებით ესეთი სხვაობა არის რა. ხო და აი ეს კუნთები, დიდი დელტები, ფეხი ისა, თუმცა NPC-შიც ნელ-ნელა ცვლიან მიდგომებს და ითხოვენ, რომ საჯდომი დელტა უგანიერესის ეს ნაწილი კი უნდა იყოს დიდი, მაგრამ ფეხი მაინც წვრილი უნდა იყოს და აღარც ისეთი სიმშრალე უნდა იყოს, აღარც ის და ცოტა აჟიოტაჟი და არეულობა არის თვითონ აი საერთაშორისო სპორტსმენებსაც რო ვუსმენ რა, იმიტომ რომ თუნდაც ბოლოს მისტერ ოლიმპიაზე, აი პატარა ცხიმის ღიპუცა ქონდა, ისეთ გოგოს გაამარჯვებინეს, ანუ მის ოლიმპია ისეთი გოგო გახდა რა. და მე მთელი მითქმა-მოთქმა იყო, მე მსაჯებს მოუწიათ ახსნა განმარტებების ჩაბარება, რომ აი ეს ამას რატო გავამარჯვებინეთ და რაღაცა თითქოს რომ წავიდა კონდიცია და სულ ამტკიცებენ, რომ ბიკინი არ უნდა იყოს ძალიან მშრალი, ბიკინი არ უნდა იყოს ხმელი, ცხიმიც უნდა ჰქონდეს, სუყე კუნთები უნდა ჰქონდეს, მრგვალი, აი ნოყიერი კუნთები უნდა ჰქონდეს და მაგის მიუხედავად, ეხლა რომ ვუყურებ აი ყოფილ მის ოლიმპია გამარჯვებულებს, რომლებიც ნელ-ნელა ემზადებიან ისე ოლიმპიის შეჯიბრისთვის, ისეთი მშრალები არიან, ახლა ცხოვრებაში არც ერთხელ ესეთი მშრალები რო არ ყოფილან და აი რა ხდება შიდა სამზარეულოში, აი სოფლიო დონის სპორტსმენებში მართლა უკვე მე თვითონაც დაბნეული ვარ, ამიტომ მეც არ ვიცი ახლა სცენაზე რო გავალ, როგორი სპორტსმენები გამოვლენ. არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ხან ვფიქრობ, რომ მოდი თუ რაღაცა, იმიტომ რომ ჩემთვის შრობა ძალიან მარტივია. ცხოვრების ამ ეტაპზე ისე დავალაგე კვება და ისე შევისწავლე ჩემი სხეული, რომ შრობა არის ძალიან მარტივი. ამიტომ თუ გადავწყვეტ, რომ ძალიან მშრალი მინდა ვიყო, აი მარტივად შემიძლია ძალიან მშრალი ვიყო. მაგრამ მე მახსენდება ეს მსაჯები გამომწერილი მყავს Instagram-ზე და სულ უსმენ მათ ინტერვიუებს რა და ყველა ინტერვიუში წერენ, არ უნდა იყოთ ძალიან მშრალები. მე გავხედავ ამ ცნობილ ფიტნეს ბიკინებს NPC-ის ფედერაციიდან და არიან ზემშრალები, ხო და ცოტა აი არ ვიცი, ცოტა აჭრელი ვარ, მაგრამ ნახოთ რა. მაგიტოს ვიზახი, ეს სპორტი ყველაზე არა ისეთია, არა ობიექტური რა. რა იქნება შევხედოთ.
ოკეი, ზურგის ბოლო ვარჯიში გვაქვს. გვინდა რომ იდაქვს კონდეს აი ესეთი იქით წავიდეს ფორმა. კუთხე. იმედია ამდენი რომ ველაპარაკეთ ჩემი ხმა ისმის ხო? ოკეი. ესე იგი როგორ სულ ყველა მოძრაობაში სულ ცდილობ რომ აი ეს რო ადის აი დაბლა აი თითქოს ვიღაც დგას და ესე თითებით მაწვება რომ ეს დაბლა სხვათა შორის გუშინ ტაგზა შემხვდა ერთი ირონიული ვიდეო ვითომ ესეთი საგანმანათლებლო ხასიათის რომ ეს ჩვეულებრივ გრძელი ესეთი ჭიდის დროს ანუ ეს ამ ტრენაჟერში ეს ჭიდი და ეს ინსტრუმენტი ყველაზე ცნობილია ხო? ეს ეკეთა და ასწავლიდა როგორ უნდა გააკეთოთ რეალურადო რა. ხო და ნახეთ ჩვენს სკოლაში როგორც კოუჩების პროფესიულ კურსზე ისე მოყვარულთა კურსზე სულ მაგას ვასწავლით რა. რომ მიხვალ დარბაზში და რომ ნახავ რომ ადამიანი რაღაც ვარჯიშს აკეთებს, სანამ გონებაში გაიფიქრებ რომ ასე არ არის და რაღაცას არასწორად აკეთებს, მოდი აბა დაუკვირდი რას აკეთებს. შენ რა იცი ის იმ მოძრაობას რისთვის აკეთებს. იმიტომ რომ მე შეიძლება ამ ტრენაჟერში რომელიც იდეაში ზურგისთვის არის შექმნილი, ხო? შეიძლება დავჯდე, საერთოდ პირიქით და რავი, რაღაცა გავაკეთო რა, აი მაგალითად ეს ადექით ახლა იმკითხავე, რისთვის ვაკეთებ. რა? ჩემი გაციებული ბაყბაყდევი. დღეს ერთად უნდა ჩაგვეწერა YouTube ვიდეო, გამოვეწყეთ ერთ ფერებში რაღაცა სკოლის მაისურები, მაგრამ სამწუხაროდ ავად არის და ვერა ვლაპარაკო ხალხო. არა, უშავს თავარია ფეხზე იდგა. წადით დამტოვეთ. This one? Yes. ჩემი რჩევა იქნება ნებისმიერი ფიტნეს ინსტრუქტორისთვის, ნებისმიერი უბრალოდ მოყვარული მოვარჯიშისთვის, რომ დარბაზში დაინახოთ ადამიანს, რომ რაღაცას აკეთებს, დააკვირდით, თუ გაქვთ ამდენი განათლება, რა თქმა უნდა, დააკვირდით მოძრაობის დროს მისი რომელი კუნთების ჯგუფი მუშაობს და სანამ იფიქრებთ, რომ არასწორად აკეთებს, იქნებ პირიქით ეჭვი გაგეჩნდეთ, რომ ძალიან სწორადაც აკეთებს, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ერთი კონკრეტული რა მიზნისთვისაც არის შექმნილი, იმ ერთი ტრენაჟორი რა მიზნისთვისაც არის შექმნილი, იმ ტრენაჟორზე მაინც და მაინც ის ერთი ვარჯიში ვაკეთოთ. ჩვენ სკოლაში სულ ვასწავლით ბიომექანიკას, რომ რავი, მივედი დარბაზში და მარტო ეს ტრენაჟორი მაქვს. ამ ტრენაჟორზე თუ შენ კარგი ცოდნა და განათლება გაქვს, უნდა შეძლო ზურგის გაკეთებაც, მკერდისაც, უგანიერისაც, ტრაპეციისაც, საჯდომისაც, კვადრისაც, ჰამსტრინგისაც, ბიცეპსისაც, დელტისაც და ყველაფერს. ეს არის ცოდნა და განათლება და არა ის, რომ გავიზაპირე, რომ ეს უნდა გავაკეთო. არა. ბიომექანიკა, ამიტომ დამიჯერეთ. მსგავსი ვიდეოები, ანუ ვიდეოს ასეთი შინაარსის ვიდეოების გადაღების დროს მოკლედ შემირჩევა იქნება, რომ ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ უბრალო მოყვარული მოვარჯიშების გარდა პროფესიონალი ადამიანების გიყურებენ, მაგალითად თუნდაც მე. და ამ შემთხვევაში ჩემს თვალში უკვე თქვენი ცოდნა ნოლის ფასია, იმიტომ რომ ესე იგი არ იცი, იმიტომ რომ ამ ტრენაჟერში გაჩვენებთ რა. ამ ტრენაჟერში მეც ხშირად ვაკეთებ ხოლმე მსგავს მოძრაობას. შენ თუ მოხვალ, ჯერ ერთი მისვლას და კითხვასაც თავისი ეთიკის წესები აქვს, როცა ადამიანი ვარჯიშობს და გინდა მიხვიდო, რომ რაღაც ეს ჩაგისწორებ. თუ გაინტერესებთ მაგაზე, მე მოგიყვებით პროფესიულად როგორ არის ეს გამართებული. ამ ტრენაჟერზე მე შეიძლება დავჯდე, გადავიხარო, იდაყვები უკან გაუშვა და ეს ვაკეთე. მორჩ.
საერთოდ არ არის არასწორი. საერთოდ ასე რომ უბრალოდ ტრენაჟორში ერთ კონკრეტულ ვარჯიშს ნუ გაიზეპირებთ. ისწავლეთ სხეულის ბიომექანიკა, ისწავლეთ კუნთის ფუნქციები. ეგ არის და ეგ. კიდევ ორი მისვლა მაქვს და ძალიან პროს ვლაპარაკობ. წავედით. აშკარად ძალიან საგანმანათლებლო ვიდეო გამომდის და კიდე ერთ კარგ რჩევას გეტყვით. და რა ვიცი, მე გეპატიჟობთ ყველას ჩემს სკოლაში საბაზისო მოყვარულთა ჯგუფზე, კურსზე. დამიჯერეთ ფასი ისეთი არის, რომ რასაც თქვენ მწვრთნელს უხდით, იმის ზღვაში წვეთია. და სამაგერად გეცოდინებათ რა როგორ გააკეთოთ და მე გადაწყვეტთ უკვე რომ დამოუკიდებლად განაგზავნოთ ვარჯიში, თუ მაინც მწვრთნელი გყავდეთ და თუ გადაწყვეტთ რომ მაინც მწვრთნელი გჭირდებათ და მწვრთნელის ყოლა სხვა ბევრი ბენეფიტი აქვს რა თქმა უნდა, სამაგერად მე გეცოდინებათ უკვე თქვენი მწვრთნელი აზრზე არის თუ არა. და აი ამას რო გააკეთებთ და რო გეტყვით რომ ეგო არასწორი არისო, მიხვდებით რომ მეორე თვეში აღარ უნდა გადაიხადოთ თანხა და მოძებნოთ სხვა მწვრთნელი. Ugly truth. ეს არის და ეს. კარგი, მორჩა. ბოლო მისვლა, მერე მაქვს პოზირება, მერე მელოდება ბრინჯი, ფილე და მერე მივდივარ თეკეტაში ზეთი უნდა გამოვცვალო. იცით როგორ მიყვარს მანქანის თეკეტაში ტარება. ღმერთო, ცუდად არ გამიგო და არ გაფუჭდეს მანქანა. მაქსიმუმ ზეთი და კალოტკები. ეს არის და ეს დღევანდელი ზურგის ვარჯიში. შემდეგ ვეცდები გადავიღოთ დელტებზე და აქაც შიგადაშიგ თან ვივარჯიშოთ, თან გეჭორავთ პრაქტიკაში რა პრობლემებს, რა შეცდომებს ვაწყდებით და ასე შემდეგ. ხოლო ყველა სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გაცნობთ რომ ჩემს სკოლაში მოქმედებს ორი ძირითადი კურსი, ერთი ეს არის პროფესიული ფიტნეს ინსტრუქტორის კურსი, სადაც ახალი პროფესია შეგიძლიათ შეიძინოთ და მეორე უკვე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანების, ანუ მოყვარულების ჯგუფი, რომელსაც უნდათ რომ ისწავლონ ყველაფერი რა როგორ მუშაობს აი ამ სივრცეში. იმიტომ რომ ჩემი გამომწერების უკუკავშირსაც რო უყურებ ხოლმე ვთქვათ მასაზე ვარ ვჭამ ბრინჯს, მერე შრობაზე ვარ ვჭამ ბრინჯს. ერთ იგივე კითხვები. მასის დროს ბრინჯი კარგია? კლების დროს ბრინჯი კარგია? ანუ და გრძნობ ხოლმე დამოკიდებულებას, რომ სულ გონიათ რაღაც სასწაულს ვაკეთებ, რაღაც საიდუმლოს, რომელსაც არ ვამხელ. არანაირი საიდუმლო, არანაირი. აგერ ჩემი მოსწავლე დგას ახლა კიბეზე. კვირაში 3-ჯერ ჩემთან დადის, ვარჯიშობს. საათი და 15 წუთი გამოსდის ხოლმე წონებით ვარჯიში. ყვება სიცავს უკვე 9 თვე არის, ანუ 9 თვიდან მაქსიმუმ 5-ჯერ აქვს ყვება და რღვეული და ჩემთან არავარჯიშის დღეებში მოდის და 1 საათი კიბეს აკეთებს. არანაირი საიდუმლო მეგობრებო, უბრალოდ ცოდნა ჩვენი ანატომიის, ჩვენი ცადოთ სხეულის, ჩვენი გონების, ჩვენი ჰორმონების, ჩვენი ნივთიერებათა ცვლის. ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ და სხვათა შორის ეს ქალბატონი სექტემბერში ჩემს სკოლაშივე საბაზისო კურსზე მოდის სასწავლებლად, იმისთვის რომ მე თვითონ ისწავლოს და უკვე ჩემს გარეშე დამოუკიდებლად განაგრძოს თავისი სხეულის და მენტალობის განვითარება. დავიხლე. წავედი.